ახლა ჩვენს ეთერში ანიკე კუას რუბრიკის მუსიკის დროა და ანი შემოგვიერთდა შესანიშნავ სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით. რომელსაც თავად წარადგენს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა გიორგი ზუზუ მოგესალმებით ტელემაყურებლებო. დღეს ვსაუბრობთ 4 სიმიას საკრავზე, ვიოლინოზე და მისი სწავლების მნიშვნელობაზე სავიოლინო ხელოვნებაში. ვიოლინო მოგეხსენებათ თავისი მოხდენილი ფორმით და განსაკუთრებული ჟღერადობით გამოირჩევა ნამდვილად და იგი ითვლება ერთ-ერთ ექსპრესიულ ინსტრუმენტად. მას სჭირდება მის დაკვრას სჭირდება განსაკუთრებული ენერგია, ასევე ტექნიკა, ერთგულება, ვნება და კიდევ სხვა თვისებები, რითიც შეიძლება რომ მივაღწიოთ წარმატებას ამ სფეროში. თუ რა თვისებები არის საჭირო იმისათვის, რომ შევდგეთ როგორც პროფესიონალი მევიოლინე, ამის თაობაზე უკეთ ისაუბრებს ჩემი ძვირფასი სტუმარი ქალბატონი ირინე იაშვილი, რომელიც გახლავთ პროფესორი, მევიოლინე, იაშვილების დინასტიის წარმომადგენელი ბატონი ლუარსაბ იაშვილის ქალიშვილი, რომელმაც მას შეაყვარა ვიოლინო და მისი ისტორია იწყება ნიჭიერთა 10 წლედიდან, შემდგომ გრძელდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიით და მოსკოვის კონსერვატორიით და იგი გახლავთ უამრავი კონკურსის პრემიების ლაურეატი, ასევე მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთ და მას ასევე თურქეთის ქალაქ ადანის კონსერვატორიიდანაც ჰქონდა მოწვევა და დღეს იგი აგრძელებს ნიჭიერთა 10 წლებში პედაგოგიკით არის დაკავებული, ასწავლის ბავშვებს და მოხარული ვარ რომ იგი არის ჩემი ეთერის სტუმარი. ასევე მეორე სტუმარი ნონი კალატოზიშვილი, რომელიც გახლავთ 11 წლის მოსწავლე ნიჭიერთა 10 წლიდან უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია, გამარჯვებული არის ლიტერატურული პრემიის, ასევე მოგზაურობს როგორც ქალაქში, ისევე მის ფარგლებს გარეთ ატარებს კონცერტებს და იგი გადაიღეს საბავშვო ევროვიზია 2025-ის საქართველოს საკონკურსო სიმღერაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოხარული. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდით დავიწყოთ პირდაპირ მნიშვნელოვანი თემით, ჩემთვის საინტერესო არის დავიწყოთ თქვენი მეთოდიკით სწავლებით ნიჭიერთა 10 წლებში, რა მეთოდებს მიმართავთ სწავლების პროცესში და რითი გამოირჩევა თქვენი მეთოდი თუნდაც სხვა პედაგოგებისგან? მეთოდი მე მგონი ყველგან ერთია, რომ უნდა დიდი შრომა. რომ გამოვიდეს პროფესიონალი, ხო მართალია? მით უმეტეს ვიოლინო, ულამაზესი ინსტრუმენტია თქვენსგან, მაგრამ უძნელესი. მე კერა ის მახსოვს, რომელსაც სჭირდება რეჟიმი, როგორც მამა ჩვენი გვეუბნებოდა, ჩვენი პედაგოგი, გამზდელი, რეჟიმი და დისციპლინა. რომ უნდა მოხვიდე მომზადებული გაკვეთილზე, გამაჩადინარი და ასე არ გვპატიებდა არაფერს, აი მაგალითად, ახლა ჩემი უფროსი დანუ მარინე ჩემზე ბევრად უფროსი იყო, 10 წლით უფროსი იყო და მარინე უკვე მარინე იყო და მე ახლა ვიწყებდი. და იმის მაგალითი მახსოვს მე რომ ერთი დღე რომ გააცთინო მამა ამბობდა ეს მამას ნათქვამი არ არის მარტო იყო ერთი გამოჩენილი სოფლიოში განთქმული მევიოლინე ხეიფიცი, რომელიც ამბობდა ერთი დღე თუ არ ვიმეცადინე მე ვგრძნობ და ორი დღე თუ არ ვიმეცადინე ხალხი გრძნობს, სმენელი გრძნობს. აი ეს მინდა რომ მივაღწიო ამას. მე кайხანი აქ არ ვიყავი, ჯერ ვიყავი სხვათა შორის სერბეთში მუშაობდი 16 წელი და მე თურქეთში კონსერვატორიაში, აქაურ კონსერვატორიაში ადგილი ჩემთვის არ აღმოჩნდა. ხო და 10 წლებზე რა მინდა ვთქვა, ეს არის ჩვენი სახლი. ნამდვილი მართლა სოლიორი სახლი, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ის 10 წლები, რომელიც ჩვენ გქონდა და რომელიც ძალიან გვტკივა ყველას. იმიტომ რომ გაიზარდნენ თაობები, აი რომელიც ჩამოგითვალოთ, თუ გნებავთ, ისევ მარინედან დავიწყებ, ზურაბ ანჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასაშვილი, ელისო ვირსალაძე და ასე. მე ვიოლინებს რომ მივუყევ, ლიზა ბათიაშვილიც
კი ბატონო, დღესაც მეგონი მისაბაძი ხო და ის შენობა იყო, ნუ აი პატარა, ეხლა ძალიან პატარა გვეჩვენება უკვე და მაშინ იყო და დირექტორები ყავდა შესანიშნავი გივი სვანიძე, მერე გივი ხატიაშვილი, მერე ნუ ლიზი მამრაძე, ეხლა არის ჩემი მეგობარი და შესანიშნავი მუსიკოსი ნოდარ ჟვანია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ და ნამდვილად აღორძინდა მე მგონი აი ეს ძველი აწლედი შესანიშნავი შენობით. ძველი აწლედი აღარა გვაქვს, მაგრამ ეხლა გვაქვს სხვა შენობა, ხო, სკოლის შენობა მისცეს აწლედს, ძალიან კაი პირობებია, მაგრამ ჩვენ ვისაც გვახსოვს ის აწლედი, გვენატრება ის აწლედი, მაგრამ აქაც ძალიან ბავშვებს აქვთ ყოველნაირი პირობა, რომ აი ინსტრუმენტებზე მაინტერესებს ხელმისაწვდომობა ინსტრუმენტების, აი საწყისშივე, როცა ბავშვი იწყებს ინსტრუმენტთან შეხებას. ამას მე როგორც ვიცი, ნიჭიერთა აწლედში აწვდით ხო ინსტრუმენტს და უზრუნველყოფთ ამ მიმართულებით. კი, როგორ არა? ხო, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირად ღირებული ინსტრუმენტი არის, ისე სხვა შემთხვევაში, როგორც ვიცი. კი, ნიჭიერთა აწლედს აქვს ეს ფონდი, რომ ბავშვებს ხო არა აქვთ პატარა ჭირდება, მერე იზრდება და ასე ადის და აქვს თავისი ფონდი, რომელსაც უნაწილებს მერე ბავშვებს, ვისაც არ აქვს ვიოლინოები. მერე ლიზა ბათიაშვილი დაეხმარა ძალიან აწლედს, რომ შეუძინა ვიოლინოები. მეგონი 10 წელი არის თუ არ ვცდები. ნუ აი ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვებმა იმეცადინო. ცოტა გაზარმაცებულები ვართ. მოდით მაშინ გადავიდეთ, ნონიშაც გკითხოთ, ანუ როგორი არის მისი გამოცდილება? რთული არის ინსტრუმენტის სწავლა? მოდით კულტურფელი ვიქნები, მართლა ძალიან რთულია, თუმცა შედეგი ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა მე ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, ახლა შესანიშნავი პედაგოგი მყავს და წეღან რომ ახსენეთ ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, ჩემი ინსტრუმენტიც ეკუთვნის ნიჭიერთა აწლედს და როცა გავიზრდები, უნდა შეიცვალოს სომა. როცა გაიზრდება, უკვე მთელი ვიოლინო ექნება. გასაგებია. ეხლა ჩემთვის საინტერესო არის შენი მიზანი საბოლოო ჯამში რა არის და აი გეგმები თუ იყო ესე ვთქვათ, ამ ინსტრუმენტის შესწავლის დასაწყისი, ანუ შენ თვითონ გინდოდა თუ დიახ, დედაჩემს გავლენები? არა, დედაჩემს აქვს აი მუსიკალური განათლება, დამთავრებული აქვს აწლედი, იყო პიანისტი და მომღერალი, თუმცა ახლა ჩვენს გამო უნდა გადაედოგვარდა თავის კარიერა და ზოგადად ალბათ მისგან გამომყვეს მუსიკის სიყვარული, თუმცა მე ავირჩიე თავად ეს ინსტრუმენტი, დედაჩემს უფრო ფორტეპიანო უნდოდა. გასაგებია. კი ბატონო. ნუ ნიჭიერთა აწლედის როლი ნამდვილად ძალიან დიდი არის, როგორც აღნიშნეთ და საინტერესო არის, რადგან მშობლებს შევეხეთ, ამ თემასაც გავშლიდი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მშობლების მიდგომა ზოგადად სწავლების მიმართ და როგორი არის ზოგადად საზოგადოების ინტერესი სავიოლინო ხელოვნებაში და აი რას გამოარჩევდით ამ მიდგომებში მშობლების მხრიდან, თუ შეიძლება? იცით რა, მშობლების როლი ძალიან დიდია ბავშვების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ დახმარება ჭირდება ბავშვებს, დაუყენო ხელი, ეს თვითონ ბავშვმა ხო არ იცის ეს, მაგრამ სამწუხაროდ მშობლები მაინც ვერ ეხმარებიან. ჯერთი არ არიან მუსიკოსები, ხო? ამიტომ უფრო ნელა მიდის მე მგონი ეს პროცესი, თუ არ არის დახმარება. მერე უკვე წავა. ეხლა მშობლებთან მე ცოტა ისეთი სამაქ პრეტენზია კი არ მინდა ვთქვა, უბრალოდ მეტი დრო სჭირდება ვიოლინოს, ვიდრე აქვთ გამოყოფილი. ეხლა ვეკითხები ხოლმე მოსწავლეს, მომიყევი, აბა როგორ მეცადინეობ, რა მეთოდი გაქვს, რა რეჟი, როგორც ვასწრებ, არის ხოლმე პასუხი. ეხლა რატო? დადიან ცეკვაზე, დადიან იმაზე, გასაგებია, რომ გვინდა რომ განათლებული გაიზარდოს, მაგრამ ვიოლინომ რა ქნას ამ დროს. უნდა რა თქმა უნდა იყოს დიდი ხელშეწყობა. ჩემს ბავშვობაში ჩვენ მთლიანად მეოთხე კლასიდან გადავდიოდით და აწლედში ზოგად საგნებსაც იქ ვსწავლობდით. ამიტომ შესაბამისად მასწავლებლებისგან ძალიან დიდი იყო ხელშეწყობა ზოგად საგანმანათლებლო საგნებში. ძალიან ხელს გვიწყობდნენ, იმიტომ რომ იქ იყო
მხატვრული აკომპანიმენტი, კამერული აკომპანიმენტი, რომელსაც სწავლობდით სოლფეჯიო, ჰარმონია, მუსლიტერატურა და ასე შემდეგ და ყოველთვის ვგრძნობდით, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ან გეოგრაფიის, ან ბიოლოგიის, ან რომელიმე სხვა საგნის დაკნინება მომხდარიყო და არ შეგვესწავლა. მაგრამ შეწყობა ძალიან დიდი იყო, მართლა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ მშობლის ხელშეწყობა და მიდგომაც შესაბამისი და რელევანტური თუ გვინდა ეს ვაქციოთ პროფესიად, ასე ვთქვათ და არ ვიყოთ ორიენტირებული, თუნდაც არ დავსვათ მინიმუმ ის შეკითხვა, რომ აი რა უნდა გამოვიდეს ჩემი შვილი საბოლოო ჯამში და მოკიდებს თუ არა ამ პროფესიის დონეზე არ დარჩეს ეს ყველა. არა, მაგის თქვა ძალიან ძნელია, აი ასეთ ასაკშიდაც კი ჩვენი იცით რა მაინტერესებს? აი ნონისთან მაქვს უფრო ესეთ შეკითხვა. ხშირია დაუშვათ ჩემს ბავშვობაში იყო რაღაც ყოველ სემესტრში თითო კონცერტზე ვუკრავდით. ეს იყო რაღაცა მინიმუმი, რაც უნდა გაგვეკეთებია, ან ეწუდების ჩათვლა იყო საჭირო. რამდენად ხშირია თქვენი პუბლიკის წინაშე წარსდგენა? თვითონ ორკესტრის თუ ჩემი დამოუკიდებელი კარიერის? ორკესტრისაც თქვენი. ორკესტრის. ზოგადად ორკესტრი მოგზაურობს ძალიან ბევრ ქალაქში და თბილისსაც ძება. დიახ, აი გასვლითი პროგრამა ჰქონდა იმერეთში, ძალიან საინტერესო იყო და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, მაგრამ ძალიან დამღლელი მოგზაურობა გამოდგა. მიზანი იყო ალბათ არა მართლა ეს იყო მიზანი, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ძალიან გამიხარდა, რომ ამაში მონაწილეობის და წვლილი შეტანა ნაშემეძლო და თვითონ ყველა მოსწავლე აწლეთში და დიდიც და პატარაც სემესტრის ბოლოს ვალდებულია ჩააბაროს გამა, ეწოდი და პიესა. მე მაინტერესებს ვინ არის შენი ყველაზე საყვარელი მევიოლინე? ჩემი ყველაზე საყვარელი მევიოლინე, იცით, იმდენი კარგი მევიოლინე არსებობს, რომ არჩევა მიჭირს. ყველას თავის ტალანტი აქვს. სწორი პასუხი იყო ჩემი აზრით. ვისაც გამოვარჩევდი, აი ჩემი აზრით, პაგანინი იყო ნამდვილი გენიოსი. გემოვნებაც ადგილზე არის. ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება მე ბავშვებს აქვთ არაჩვეულებრივი პირობები ამ ხრივ აწლეთში ყოველ კვირას სამშაბათს მაგალითად არის დახურული კონცერტი, რასაც ქვია და პარასკევობით არის ღია კონცერტი. მაგ ხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს და კიდე წელიწადში ორჯერ, სამჯერ არის კონსერვატორიაში საჩვენებელი კონცერტები და ორკესტრთან აქვთ ბავშვებს დაკვრის საშუალება. ერთი რამე არ შემიძლია არა ვთქვა და გამიგებთ ალბათ. ეხა დამთავრდა კონკურსი, მარინი იაშვილის სახელობის კონკურსი. ჩამოვიდნენ უამრავი შესანიშნავი მევიოლინეები. სოფლიოში განთქმული თავმჯდომარეც ყავდა, თეთრონაის ახალგაზრდები იყვნენ, საიდან არ იყვნენ, ჩინეთი, ამერიკა, ესპანეთი, მარინეს ყოფილი სტუდენტები იყვნენ ჟურის წევრები და მონაწილეებიც ასევე. ერთი მოწაფე არ მინახავს დასწრებულიყო. არც მოწაფე, არც პედაგოგი. არ არის ეგ სწორი, იმიტომ რომ ამაზე იზრდებიან ბავშვები, რა ვარგა, რა არ ვარგა, რაღაცა გაითვალისწინოთ. აუცილებელია რომ გამოცდილებაც გაიზიარო და ესეთი ტიპის მასტერკლასებს ხშირად ცარიელი დარბაზიდან მეკითხებოდნენ სტუმრები, რომ სად არიან თქვენი ბავშვები, რატო აწლეთშიც ქონდა კონკურსი ტარდებოდა კონსერვატორიაში და აწლეთში. არავინ. ეს ძალიან ყურადსაღები ინფორმაცია. მშობლებს ვადანაშაულებ და პედაგოგებსაც უნდა უთხრან, რომ აი დღეს არის ეს და უნდა აუცილებლად. ჩვენ დავდიოდით ყველაფერზე. ცუდი იყო, კარგი იყო, დავდიოდით და რაღაც უკვე ეს აუცილებელი არის იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს შეჯამება სწორი მუსიკის იმის თუ ამოიცნო როგორც მუსიკოსმა თუ რა მიმართულებით გინდა რომ წახვიდე და ძალიან დიდი მადლობა ეთერში სტუმრობისთვის გაბატონო ირინე, უღრმესი მადლობა ნონი, შენი გამოცდილების გაზიარებისთვის და ნამდვილად იმისათვის, რომ შედგეთ როგორც პროფესიონალი მევიოლინე, აუცილებელია ამისათვის. გარკვეული თვისებები, შრომა აუცილებლად, დისციპლინა და დაუთმეთ შესაბამისი დრო ამ ყველაფერს და გაეცანით სხვადასხვა მუსიკას. და აუცილებელია, რომ ყველაფერი ეს სიყვარულით გავაკეთოთ. თქმა უნდა. სიყვარული არის ყველაფრის საწყისი და ყველაფერი სიკეთის საწყისი. პედაგოგი როგორც ქალბატონი ირინეა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. უღრმესი მადლობა ანი შენი რუბრიკისთვის. ასე დასრულდა ახალი დღე.